ზურაბ-ხარატიშვილის პოლიტიკური მიზნები ამ დრომდე მხოლოდ ვერსიების დონეზეა ცნობილი. ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადამდგარი თავმჯდომარე თავისი გადაწყვეტილების მიზეზებსა და მიზნებზე ხვალ დაგეგმილ ბრიფინგზე ისაუბრებს, თუმცა მან დღეს დაადასტურა, რომ ეს მიზნები პოლიტიკურია. გავრცელებული ინფორმაციების თანახმად ის საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი კანდიდატურის წამოყენებას, ასევე საკუთარი პარტიის შექმნას გეგმავს. არაოფიციალური ინფორმაციით უკვე აქვს კონსულტაციები ეროვნულ დემოკრატიულ პარტიასა და საქართველოს ევროპელ დემოკრატებთან. ამ პოლიტიკური ძალებისგან დღეს კონკრეტული პასუხის მიღება შეუძლებელი გახდა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვახტანგ ხმალაძე დღეს აცხადებს, რომ პოლიტიკაში წასვლის სურვილს ზურაბ-ხარატიშვილი მასთან პირად საუბრებში გამოთქვამდა, თუმცა ხმალაძის თქმით, წინა საარჩევნო პერიოდში ცესკოს თავმჯდომარის პოსტის დატოვება უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა. მისი განმარტებით, ცესკოში განვითარებული მოვლენები ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს არ დააზარალებს, მაგრამ ამან შესაძლოა გარკვეული ტექნიკური ხარვეზები წარმოქმნას. ხარატიშვილს ნათქვამი ჰქონდა, რომ ის ფიქრობდა თავმჯდომარის პოსტის დატოვებას, რაღაც სხვადასხვა მიზეზები იქნა ნათქვამი, რაიმე პრობლემასთან დაკავშირებული არ ყოფილა არც ერთი ეს მიზეზი და ერთ-ერთი მიზეზი იყო ისიც, რომ მან თქვა, რომ ის ფიქრობს რაღაც პოლიტიკაში წასვლას. მე ვერ ვიტყვი, რომ რაიმე გაფუჭდება, მაგრამ შეიძლება რაღაცა პატარ-პატარა რაღაც ხარვეზები წარმოიქმნას. ხმალაძისგან განსხვავებული პოზიცია აქვთ ყოფილ მმართველ გუნდში. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ხარატიშვილის გადაწყვეტილება საარჩევნო პროცესზე უარყოფით დაისახება და არჩევნების ნორმალურ რეჟიმში ჩატარებას ხელს შეუშლის. დააზიანებს სალსახად საარჩევნო პროცესს, დააზიანებს და პრობლემას შეუქმნის საარჩევნების ნორმალურ რეჟიმში ჩატარებას და ზოგადად იმ სამენეჯმენტო სისტემის სწორ გამართვას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს არჩევნების ნორმალური ჩატარება. რაც შეეხება მის პირად პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, ამაზე უკვე თვითონ მას უნდა ესაუბროთ სალსახად და ეს მისი პირადი პოზიციაა და ალბათ რაღაცა გუნდი ყავს, ვისთან ერთადაც აპირებს პოლიტიკაში მოღვაწეობას. კობა დავითაშვილი კი, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობას ცოტა ხნის წინ გაემიჯნა, ზურაბ-ხარატიშვილს მის მიერ ჩატარებული ყველა არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებით ცესკოს ყოფილი თავმჯდომარე პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას ცდილობს. ეთქობა პოლიცსაბჭო ეყოლება ხათუნა გოგორიშვილი და თარხნიშვილი, ხო? და ერთად ერქმევათ ალბათ სამართლიანი არჩევნები. რო გადადგა კარგია, პოლიტიკაში რომ მიდის, მე მგონი მისი ამოცანა ისე რომ არ დაიჭიროს. ბატონი ხარატიშვილი ერთგულად ემსახურებოდა რეჟიმს და ერთგულად აყალბებდა არჩევნებს, ყველა არჩევნებს, რომელსაც ის ატარებდა. აქედან გამომდინარე, მისი ადგილია ციხეში, გასაგებია მისი სწრაფვა, რომ ციხეში არ მოხდეს, თუმცა ამ პროკურატურის და ამ სასამართლოს პირობებში რატო ეშინა მას, ესეც გაუგებარი. წინა საარჩევნო პერიოდში თავმჯდომარის გადადგომის მიუხედავად ცენტრალური საარჩევნო კომისია მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს. როგორც ცესკოში განმარტავენ, განვითარებული მოვლენების ფონზე საარჩევნო სუბიექტებისთვის, სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და ამომრჩევლებისთვის არაფერი შეიცვლება და საპრეზიდენტო არჩევნები სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში ჩატარდება.